ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანება შეშფოთებას გამოთქვამთ იმ პროცესების განვითარებით, რომელიც ხდება კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით. კერძოდ მოგეხსენებათ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეს ბავშვი დატოქსა პარლამენტარები იმის გამო, რომ საახსრულო წარმოებათა შესახებ კანონში და სამოქალაქო კოდექსში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა 2014 წლის 1 თებერვლამდე საახსრულო წარმოების შეჩერებას. მე მაქვს აგერ დოკუმენტი, ეს არის საქართველოს პარლამენტის 59 წევრის ქართული ოცნებიდან ხელმოწერები, რომლებმაც ინიცირება გააკეთეს პარლამენტში კანონ პროექტისა, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ისახავდა მიზნად. და მე მახსოვს, რომ ეს პარლამენტარები აცხადებდნენ, რომ თუ კი ეს ცვლილებები არ განხორციელდებოდა, ბევრი მათგანი მანდატსაც კი დატოვებდა, პარლამენტის მანდატსაც კი დატოვებდა. და დღეს ჩვენ რას ხედავთ, რომ ყველაფერი შეიცვალა, კლავაც პირვანდელ სიტუაციას უბრუნდება მდგომარეობა და ესე იგი საბანკო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციის გათვალისწინების გამო ეს პარლამენტში ეს ცვლილებები არ განხორციელდება. დღეს არის საკმაოდ მასშტაბური აქცია საქართველოს პარლამენტთან ქუთაისში, ჩვენ უერთდებით მას და ვფიქრობთ, რომ ამ ხალხის ესე აბუჩად აგდება, მოტყუება, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენთვის გაუგებარია. ჯერ ერთი აქ იყო გამოსაყოფი და გასამიჯნი კერძო იპოთეკარები და საბანკო სექტორისგან დაზარალებული ადამიანები და რატომღაც გაერთიანდა ეს პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი ეს თემა განცალკევებულია, იმიტომ რომ საბანკო სექტორიდან იმდენი ხალხი არ არის დაზარალებული, რამდენიც კერძო იპოთეკარებისგან. მაგრამ რატომღაც პარლამენტმა ეს ერთი ან ჯაჭვი მოაქცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა ის ცვლილებები, რაც მოინდომა, რომ განეხორციელებდა, აქ არის მათი ხელმოწერები და შევიდა ეს პარლამენტში, ბოლომდე უნდა მიიყვანოს. თუ არა და მათ თავიანთი დანაპირები უნდა შეასრულონ იმ რიგმა პარლამენტარების წევრებმა და დატოვონ საპარლამენტო მანდატები. ვინაიდან მათ კაფიოდ თქვეს, რომ თუ კი ეს ცვლილებები არ შევიდოთ და ისინი დატოვებდნენ პარლამენტს. და ბოლოს რა გახდა აი ამ ხალხის დაკმაყოფილება. ეს ხალხი ითხოვს იმას კი არა, რომ რეალურად ფული აჩუქოს ვინმე. ითხოვს, რომ გრძელვადიანი სესხები დაბალ პროცენტში მიეცეს. ამით დაკმაყოფილდება მოვალეები და რეალურად ისინი შემდგომ გაისტუმრებენ ამ სხეს ნაწილ-ნაწილ. და ესეთი რამე ჩვენ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვითხოვთ. მსგავსი პრეცედენტები მოხდა ევროპაშიც, ამერიკაშიც, როდესაც კრიზისი იყო ქვეყანაში და როგორ ფიქრობთ, ეხლა ყველაფერნა დაზარალდა გარკვეული აი ამ ცვლილებების შემდგომ, აი ამ რეჟიმის გამო და როგორ ეხლა აი ეს ხალხი არ დაზარალებულა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გარკვეული გულისხმიერება ამ ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აი ამ ხალხის რისხვა ძალიან ცუდად დაატყდება თავს. კითხვები თუ არის რამე? ეს იმართება კერძო იპოთეკარებისგან დაზარალებული ადამიანების აქცია, იმიტომ რომ ისინი არიან აღშფოთებულები. კარგად მოგეხსენებათ, იყო დაპირება. გედეონ ფოფხაძე არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავად ეკაბესელიაც იყო საქმის კურსში ამის შესახებ, რომ ეს ცვლილებები უნდა განხორციელებული იყო. პირველი მოსმენით გავიდა კიდევაც ეს ყველაფერი. შემდგომში რატომღაც ხან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აი საბანკო სექტორის მოთხოვნა, საბანკო სექტორის ჭკუაზე არ უნდა იაროს მთელმა ქვეყანამ. მოთხოვნა ის იყო, რომ ეს ცვლილებები 2014 წლის 1 თებერვლამდე არ უნდა შეშერებულიყო აღსრულების პროცესი. ეს იყო საბანკო სექტორის მოთხოვნა და აქ შეცდომა იყო დაშვებული თავიდანვე, რომ საბანკო სექტორიდან იმდენი ხალხი არ არის დაზარალებული და ძალიან მცირე ნაწილია იმ ხალხიდან, რაც დაზარალებულია, უფრო მეტად არიან კერძო იპოთეკარებისგან დაზარალებული ადამიანები. და სხვათა შორის აქ კრიმინალიც იკვეთება, პროკურატურაში და პოლიციაში შეტანილია საქმე. აქედან გამომდინარე, არ უნდა ყოფილიყო მათი გაერთიანება და ეს ხალხი ეხლა მე არ ვიცი რა სიზამს, იმიტომ რომ ძალიან აღშფოთებული არის ეს ხალხი, იმიტომ რომ ჯერ იყო და წინას საარჩევნოთ იყო დაპირება, რომ ამ ხალხს დაეხმარებოდნენ. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლოზუნგი იყო, რომ ყველას გაეწეოდა დახმარება. შემდგომში არჩევნების შემდგომაც იქნა ეს დაპირება გაჟღერებული. ეხლა პარლამენტში ეს არა ქვია, რეალურად მოხდა ამის ინიცირება და რეალურად რამდენჯერ უნდა მოატყუოს პოლიტიკური პარტიებისგანაც რეალურად ეს ხალხი ხან ერთ პარტიაში დადის, ხან ანუ ფაქტიურად ესე ცუდად და ესე ამაზრზენად საკუთარ ხალხს მოექცე, მე ჩემთვის გაუგებარი არის და არავითარი ახსნა არ აქვს ამას და დღესაც კიდე ეს ხალხი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, ბევრი უკვე გამოსახლებულია, ბევრმა უკვე შეეგუა ამ სიტუაციას, არის რაღაც გარკვეული ნაწილი და იმ ნაწილს მაინც დავეხმაროთ, ხალხო რა არის, რა უბედურებაა ეს. მე ვერ გამიგია, იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულება და პარლამენტარების ეს ხელმოწერები თუ ცარიელა ფარატია, როცა უნდა მათ შეიტანენ და როცა უნდა გამოიტანენ, ესეც კიდე გაუგებარი არის.
რისთვის შეიტანეს ეს გარკვეული კანონპროექტი და რისთვის მოაწერეს ხელი აქ 59 დეპუტატად. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ, მე გადმოგცემთ თუ გინდათ ამას, რომ ამ ხელმოწერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ რეალურად მოხდეს ქმედითი ღონისძიებების გატარება ამ ხალხის მიმართ და ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ მათ მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას ქუთაისში პარლამენტთან. შეიძლება აქაც და ზოგიერთ შემთხვევაში არის კიდევ რომ კრიმინალია, მაგალითად კერძო იპოთეკარების მხრიდან მოხდა ის რომ დანაშაულებრივი გზით მოხდა მოვალეებისთვის თანხის გამორთმევა, იქ იკვეთება დანაშაული და დღესაც სამწუხაროდ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იმ ათასობით განცხადებაზე, რომელიც შესული არის საგამოძიებო სტრუქტურებში, რეაგირება არ ხდება. ზოგიგან არის მართლაც რომ რეალურად გასატარებელი ღონისძიებები რომ ეს სესხები იქნას გაცემული გრძელვადიანი, ზოგან არის ის რომ რეალურად უნდა დაისაჯოს დამნაშავეები, ყველა საქმე არის ინდივიდუალურად. სამწუხაროდ თეა წულუკიანს დაავალა პრემიერ-მინისტრმა 5 თვის წინ შეექმნა კომისია და ემუშავა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და თითითიძე არ დაუდია წულუკიანს იმასთან დაკავშირებით რომ ამ ხალხის პრობლემები გადაეწყვიტა. ესეც ჩემთვის არ იყოს გაუგებარია, იმიტომ რომ ის სტრუქტურა რომელიც იყო პასუხისგებელი სამწუხაროდ არაფერი არ გააკეთა და ფაქტურად ვიძინა ივანიშვილმაც რომ სიმართლე რომ გითხრათ ინფორმირებული არ არის ამ პრობლემის შესახებ. როდესაც ერთხელ მასთან ავიდნენ ბათუმიდან ეს დაზარალებული მოსახლეობა მიადგნენ იქ და შემდგომში მოხდა შეხვედრა, ხადური იყო იქ, თავად ბატონი ბიძინა იყო, უთხრა რომ რა ვქნაო ხო მე თქვენ რომ დაგეხმაროთ რომ მთელი საქართველოს მოვა ჩემთან და ეხლა ესეთი დამოკიდებულება თუ იქნა მოსახლეობის მიმართ თუ რაღაც ფენა შენ დახმარება გაუწიე და ამ დახმარებას არ ახორციელებ იმის გამო რომ შენ სხვა მოგადგება, ეს ჩემთვის ალოგიკურია და გაუგებარი ნამდვილად. კარგით.